როცა ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრინციპები. არაბი პრინცის ვიზიტი ამერიკაში. დიპლომატიური სკანდალი იაპონიასა და ჩინეთს შორის. მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა გლამურმა წარმატებულ ქალთა სიაში ტრანსგენდერები შეიყვანა. მარტინ ლუთერ კინგის ბრძოლა შავკანიანთა უფლებებისთვის. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ვაშინგტონს საუდის არაბეთის პრინცი ეწვია. დონალდ ტრამპი მუჰამედ ბინ სალმანს დიდი ზარზეიმით დახვდა. 7 წლის წინ თეთრი სახლის ახლანდელი საპატიო სტუმარი დასავლეთისთვის არასასურველი პერსონა იყო. პრინც მისი კრიტიკოსი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე ბრძანების გაცემა ედებოდა ბრალად. შეგახსენებთ 2018 წელს გაზეთ Washington Post-ის ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან ჯამალ ხაშოგი მოჰკლეს. მკვლელობამ მსოფლიო მასშტაბის ხვაური გამოიწვია. ხაშოგი ამერიკის მოქალაქე იყო და მკვლელობა სტამბულში მოხდა. ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის პრინცს მწვავედ აკრიტიკებდა. ის სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოში შეიტყუეს, მოჰკლეს, კვალის დასაფარად გვამი დაანაწევრეს და გადამალეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყველაფერი ეს პრინცის ბრძანებით გაკეთდა. მსოფლიო ფეხზე დადგა. ახლა კი ტრამპმა მას თეთრ სახლში დიდი პატივით უმასპინძლა. უფრო მეტიც, ჟურნალისტების წინაშე დაიცვა და მოკლულ ხაშოგის საეჭვო პერსონა უწოდა. მედიის აზრით, ამერიკის პრეზიდენტმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესები ადამიანის უფლებებზე მაღლა დგას. ამერიკასა და საუდის არაბეთს ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ. საუდის არაბეთი რეგიონის და ზოგადად მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი და ახლო აღმოსავლეთის მსხვილი მოთამაშეა. ნავთობით მდიდარი ქვეყანა გავლენიანი მოთამაშე გახდა მთელ მსოფლიოშიც. მეორე მხრივ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში სუსტ საუდის არაბეთს ამერიკისნაირი ძლიერი პარტნიორი სჭირდება. შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს და რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭა. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმებას გაფორმდა. ამერიკასა და კატარს შორის მსგავსი შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. შეთანხმებები ამ ქვეყნების თავდაცვაზე ამერიკის პასუხისმგებლობას გულისხმობს. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით საუდის არაბეთი ამერიკისგან 300 ტანკს შეიძენს. საუდის პრინცი დონალდ ტრამპს ამერიკაში $1 ტრილიონი ინვესტიციის განხორციელება შეპირდა. საუდის არაბეთისთვის F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის საქმეშიც გარღვევა მოხდა. ტრამპის თქმით, ამ საკითხში არ არსებობს დაბრკოლება. ცნობილია, რომ ბევრ ქვეყანას, მათ შორის საუდის არაბეთს, გაერთიანებულ არაბთა ემირატებსა და კატარს დიდი ხანია სურს ამ ძლიერი და თანამედროვე ავიაგამანადგურებლების შეძენა, მაგრამ ამერიკა მათ უარით ისტუმრებდა. შეერთებული შტატები მხოლოდ თავის მოკავშირეებს აწვდის მათ. ამერიკის გენერალიტეტი შიშობს, რომ გაყიდვების გაფართოებით ამ თვითმფრინავების საიდუმლო ტექნოლოგია ჩინეთისთვის გახდება ცნობილი. არაბებისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის, რომელსაც უკვე ჰყავს ეს თვითმფრინავები და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით სურს, რომ რეგიონში მხოლოდ მას ჰყავდეს ეს ავიაგამანადგურებლები. როგორც ჩანს, ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია ისრაელის მიმართ ხათრზე მაღლა ფინანსურ მოგებას აყენებს. მუჰამედ ბინ სალმანმა და დონალდ ტრამპმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის განიხილეს. პრინცმა დადებითად შეაფასა ღაზის ტრამპისეული სამშვიდობო გეგმა. რაც შეეხება ისრაელთან დამეგობრებას, მისი აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ეჭვგარეშე იქნება.
იაპონიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ტაივანის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრის ამას წინანდელმა განცხადებამ გამოიწვია. 7 ნოემბერს პარლამენტის ხდომაზე სანაე ტაკაიჩის კითხეს ტაივანთან დაკავშირებული რა გარემოებები ჩაითვლებოდა იაპონიისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ. ქალბატონი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თუ ჩინეთი ტაივანის ანექსიას ძალის გამოყენებით ეცდება, იაპონიას ტაივანის დახმარება მოუწევს ასევე ძალის გამოყენებით. სანაე ტაკაჩის ამ განცხადებამ ჩინეთი აღაშფოთა, რასაც დიპლომატიური ომი მოხდა. ჩინეთის კონსულმა ოსაკაში ტაკაიჩის განცხადებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ მოვკვეთოთ ის ბინძური ყელი, რომელიც თავს დაგვესხა. ეს სიტყვები იაპონიაშიც და სხვაგანაც ტაკაიჩის თავის მოკვეთის მუქარად აღიქვეს. ტოკიომ ჩინეთის ელჩი დაიბარა და გავლენიანი ჩინელი დიპლომატის გამოსვლის გამო საპროტესტო ნოტა გადასცა. პეკინმა თავის მხრივ ტაკაიჩის განცხადების გამო იაპონიის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა. დიპლომატიურმა ნოტებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა. ჩინეთისა და იაპონიის მთავრობებმა თავიანთ მოქალაქეებს შესაბამისი ქვეყნების დატოვებისკენ მოუწოდა. ჩინეთის ტურისტულმა სააგენტოებმა იაპონიის ტურები გააუქმა. ჩინეთის ავიაკომპანიებმა იაპონიის მიმართულებით ყველა რეისი ჩახსნა. ბოიკოტს ბევრი ჩინური კომპანია შეუერთდა და პროდუქციის ექსპორტი იაპონიაში დროებით შეაჩერა. იაპონიამ მკვეთრად იგრძნო ჩინური ეკონომიკური წნეხი. ბოლო 10 წლებულებია იაპონიაში ყველა მეორე ტურისტი ჩინეთიდანაა. ასეთივე მდგომარეობაა განათლებაში, რადგან ჩინელებისთვის იაპონიაში განათლების მიღება ძალიან მიმზიდველია. იაპონიის რეაქცია ამ ყველაფერზე ტრადიციულად უკომენტარო და დინჯი იყო. როგორც ჩანს, ჩინეთს ეს არ მოეწონა და მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებაზე წავიდა. ჯერ ჩინეთის სამხედრო გემები სენკაკუს კუნძულებს მიუახლოვდა. შეგახსენებთ, ეს კუნძულები იაპონიის დაქვემდებარებაში შედის, მაგრამ ჩინეთს ისტორიულად თავისად მიაჩნია. ამიტომ მეორე მსოფლიო ომის მერე ეს ტერიტორია ამ ორ ქვეყანას შორის სადავოა. მომდევნო დღეებში ჩინეთის დრონები იაპონიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და იაპონიის ავიაციას რეაგირება მოუწია. ახლა დასავლეთის პრესა იუწყება, რომ ორივე მხარეს სურს კონფლიქტის შაქრობა, მაგრამ არ იციან როგორ. იაპონიამ პირველი ნაბიჯის გადადგმა სცადა და თავისი პირველი დიპლომატი პეკინში გაგზავნა. პეკინმა კი მას წარმოუდგენელი მოსთხოვა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს და ჩინეთს ბოდიში მოუხადოს. რა თქმა უნდა, ტაკაიჩი ამას არ იზამს. პირველ რიგში იმიტომ, რომ იაპონია ჩინეთს და მის აგრესიულ მილიტარიზაციას განიხილავს, როგორც მის მიმართ მზარდ საფრთხეს. სწორედ ჩინეთის გამოთქვა უარი იაპონიამ მშვიდობიან პოლიტიკაზე და გამალებული მილიტარიზაციის პოლიტიკის გატარება განიზრახა. საქმე იქამდე მივიდა, რომ იაპონია ბირთვული იარაღით შეიარაღების საკითხს განიხილავს. იაპონიის პრემიერ-მინისტრს ტაივანის შესახებ სიტყვა აღარ წამოწთენია. ტაივანი იაპონიის ტერიტორიიდან მხოლოდ 100 კილომეტრში მდებარეობს და იაპონიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო სავაჭრო მარშრუტებს აკონტროლებს. ამიტომ იაპონიისთვის ჩინეთის მიერ ტაივანის ანექსია მართლაც ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. თან საერთო ისტორიიდან გამომდინარე, ეს ქვეყნები ყოველთვის მოწინააღმდეგეები იყვნენ. ახლა ეს ორი ქვეყანა ეკონომიკურად ისეა ერთმანეთზე დამოკიდებული, რომ არავის სურს მდგომარეობის სერიოზულად გამწვავება. მეორე მხრივ, ჩინეთს იმიტომ აქვს იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე ასეთი რეაქცია, რომ სურს მსოფლიო თავისი გეგმების აუცილებლობაში დაარწმუნოს. კერძოდ, ტაივანი ჩინეთს უნდა შეუერთდეს და სხვა ქვეყნების მიერ ტაივანისთვის სამხედრო დახმარება მათთვის წითელი ხადის გადაკვეთა იქნება. ამერიკა და იაპონია კი სხვაგვარად ფიქრობს.
მოდებისა და ქალთა პოპულარული საერთაშორისო ჟურნალი გლამური ყოველ წელს აქვეყნებს წლის საუკეთესო ქალთა სიას, რითაც მსოფლიოში ცნობილი გამოცემა პატივს მიაგებს იმ შესანიშნავ ქალბატონებს, რომლებმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში სხვადასხვა დარგში დიდ წარმატებას მიაღწიეს. მათ შორის არიან ცნობილი მეცნიერები, ათლეტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები. გლამურის ბრიტანულმა გამოცემამ წელს გადაწყვიტა წარმატებულ ქალთა ჩამონათვალში ტრანსგენდერები შეეტანა. ჟურნალმა მათ სპეციალური გამოშვება მიუძღვნა, სადაც გარეკანზე ტრანსგენდერთა საერთო ფოტოა აღბეჭდილი. ტრანს ქალებს მაისურები აცვიათ, რომელზეც აწერია Protect the dolls, დაიცავი თოჯინები. მაისურები დიზაინერ კონერ აივზის კომპანიის ნაწარმოებია, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსგენდერი ქალების მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში, რადგან მათი უფლებები ხშირად იზღუდება. ტრანსგენდერ ქალებს LGBT+ საზოგადოებაში მოფერებით თოჯინებს უწოდებენ. აივზმა დიზაინი 2025 წლის თებერვალში ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა. მაისურების ყიდვა კი მის ვებსაიტზეა შესაძლებელი. გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Trans Lifelines საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ამერიკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის. გლამურის რედაქციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში ტრანსგენდერთა უფლებები იზღუდება, ამიტომ ეს დაჯილდოება LGBT საზოგადოების პირდაპირ მხარდაჭერაა. დიდ ბრიტანეთში ტრანსგენდერთა უფლებების მიმართ მზარდი საფრთხის ფონზე ჟურნალი გლამური წლევანდელ დაჯილდოებაზე პატივს მიაგებს საზოგადოების 9 ყველაზე ენერგიულ ხმას, მოდიდან და მუსიკიდან დაწყებული, ქველმოქმედებითა და აქტივიზმით დამთავრებული. ეს პიონერები დაუღალავად მუშაობენ ტრანსგენდერი ადამიანების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად, ნათქვამია რედაქციის განცხადებაში. შეგახსენებთ, აპრილში დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი მხოლოდ ბიოლოგიურ ქალს ნიშნავს. დაჯილდოებულებს შორისაა მანრო ბერგდორფი, საკამათო აქტივისტი, რომელმაც ერთხელ ყველა თეთრკანიან ადამიანს რასისტი უწოდა და ამტკიცებდა, რომ სუფრაჟისტები თეთრკანიანთა უზენაესობის მომხრეები იყვნენ. გასულ წელს ბერგდორფი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბრიტანეთის პირველ ჩემპიონად დასახელდა. მანამდე ის პირველი თვითგამოცხადებული მამაკაცი გახდა, რომელიც ლორეალის მოდელად მუშაობდა. 2017 წელს რასისტული კომენტარების გამო ბერგდორფი კოსმეტიკური კომპანიიდან გაათავისუფლეს. ასეთ სიებში ტრანსგენდერების შეყვანა ახალი არ არის. 2024 წელს BBC-მ კოლუმბიელი ტრანსგენდერი მეცნიერი თავის ყოველწლიურ 100 შთამაგონებელ ქალის სიაში შეიყვანა. რამდენიმე დღით ადრე ზამბიელი ფეხბურთელი ბარბარა ბანდა წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტოსტერონის მაღალი დონის გამო აფრიკის ერთა ქალთა თასიდან გაირიცხა. ამ სიის გამო ჟურნალი გლამური ბრიტანეთში ბევრმა გააკრიტიკა. ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯოან როლინგია. ჰარი პოტერის ავტორი უკვე კარგა ხანია ტრანს საზოგადოებას აკრიტიკებს. ლიბერალები ყველგან მის დაბლოკვას ცდილობენ, მაგრამ მიზანს ვერ აღწევენ. როლინგი კი მათ ხმამაღლა აკრიტიკებს. ახლაც მან სიამწვავედ გააკრიტიკა. მე იმ ეპოქაში გავიზარდა, როცა ქალთა პოპულარული ჟურნალები გოგონებს ეუბნებოდნენ, რომ უფრო გამხდრები და ლამაზები უნდა ყოფილიყვნენ. ახლა კი ეუბნებიან, რომ მამაკაცები მათზე უკეთესი ქალები არიან, განაცხადა მწერალმა. მარტინ ლუთერ კინგი ყველა დროისა და ყველა ხალხის ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი მსოფლიოში ისტორიაში შევიდა როგორც რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მოძრაობის სულიერი წინამძღოლი. მის საქმეს ქრისტიანული ტოლერანტობის, მშვიდობის ფილოსოფიისა და ადამიანთა თანასწორ უფლებიანობის
სოციალური კონცეფციები დაედო საფუძვლად. მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი 1929 წელს დაიბადა ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში. მამამისი მარტინ ლუთერ კინგი უფროსი ბაპტისტური ეკლესიის პასტორი იყო. უფროს კინგს თავიდან მაიკლი ერქვა. 1934 წელს ამერიკელი მღვდელი ბერლინში გამართულ ბაპტისტურ კონგრესზე მარტინ ლუთერის მოღვაწეობამ და მისმა სამშობლომ მოხიბლა. შტაბ-ბიჭდილების ქვეშ მყოფმა დიდი გერმანელი რეფორმატორის პატივსაცემად სახელი შეიცვალა და მარტინ ლუთერი დაერქვა. შვილსაც ეს სახელი დაარქვა მარტინ ლუთერ უმცროსი. უმცროსი კინგი ატლანტის შავკანიან ვაჟთა სასწავლებელში, მორჰაუს კოლეჯში სწავლობდა. მაშინ ამერიკაში დიდი დეპრესიის ხანა იყო. ბძვინვარებდა სეგრეგაცია, ანუ შავკანიანები და თეთრკანიანები განცალკევებულად ცხოვრობდნენ. პატარა მარტინი ძალიან განიცდიდა ქვეყანაში გაბატონებულ სოციალურ უთანასწორობას. მისი ღრმა რწმენით ნებისმიერი ადამიანი ღვთის ხატად იყო გაჩენილი და არავის არ ჰქონდა უფლება ღვთისნებას აღდგომოდა წინ. კოლეჯში სწავლის დროს კინგი დარწმუნდა, რომ რელიგია ძლიერი მამოძრავებელი ძალაა სოციალური ცვლილებებისთვის. მას სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტზე განაგრძო და დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ბოლოს ალაბამას შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მონტგომერის ბაპტისტურ ეკლესიაში მსახურობდა პასტორად. სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო შავკანიანთა პროტესტი. გარდამტეხ თარიღად 1955 წლის 1 დეკემბერი იქცა, როცა ერთმა აფრიკელ-ამერიკელმა ქალბატონმა როზა პარკსმა უარი განაცხადა ავტობუსში თავისი ადგილი თეთრკანიანი ადამიანისთვის დაეთმო. იგი დააპატიმრეს და ციხეში გაუშვეს. იმ დროს მარტინ ლუთერ კინგი უკვე შავკანიანთა უფლებადამცველი იყო და ეს ამბავი პირველად მასთან მივიდა. მან იგრძნო, რომ ამერიკაში სიმართლის დაცვის დრო დადგა. შავკანიანები ახლა ან გადაყლაპავენ ამ უსამართლობას და ჩვეულებრივ განაგრძობენ ცხოვრებას, ან სამუდამოდ შეცვლიან მსოფლიოს, თქვა მან. ქალაქ მონტგომერის 40,000-მა შავკანიანმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა ავტობუსებით მგზავრობაზე. ბოიკოტი 391 დღეს გაგრძელდა. ირგვლივ ქაოსი და არეულობა სუფევდა. თეთრკანიანები შავკანიანებს ესხმოდნენ თავს და პირიქით კინგის სახლსაც შეუტიეს, მაგრამ ამის გამო მას სიძულვილი არასდროს დაუფლებია. ბოიკოტის ერთი წლის თავზე ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ავტობუსებში სეგრეგაცია გააუქმა. ეს დიდი წარმატება იყო. მოგვიანებით კინგის ინიციატივითა და ძალისხმევით ჩამოყალიბდა კავშირი, რომლის მთავარი მიზანი შავკანიანთა და თეთრკანიანთა თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლა უნდა ყოფილიყო, რაც მშვიდობიანად ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა განხორციელებულიყო. მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი სამხრეთის ქრისტიანული წინამძღვრობის კონფერენციის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მშვიდობიან გზებს ეძებდა. მაჰატმა განდის მოძღვრებისა და ქრისტიანული პრინციპების მიხედვით კინგმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. იგი მთელს ქვეყანაში მოგზაურობდა, საჯარო გამოსვლებს და მშვიდობიან საპროტესტო აქციებს აწყობდა. 11 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 5 წიგნი და უამრავი სტატია დაწერა. მოგზაურობის 10 მილიონამდე კილომეტრი დაფარა და 2500-ჯერ გამოვიდა სიტყვით. კინგი, რომელიც აღფრთოვანებული იყო მაჰატმა განდის მოღვაწეობითა და რომელიც თავის იდეალად მიაჩნდა, 1960 წელს მის მშობლიურ ინდოეთში გაემგზავრა. მოგვიანებით იხსენებდა, რომ სწორედ იქ იმ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად, ვინც განდის პირადად იცნობდა, უდიდესი ცოდნითა და შთაგონებით აღიჭურვა და ისე დაბრუნდა ამერიკაში. სამშობლოში ჩამოსვლისთანავე კინგმა მანიფესტაციები და გაფიცვები მოაწყო. მჯდომარე გაფიცვა ატლანტაში, შავკანიანთა გამოსვლები ქალაქ ოლბანიში და საპროტესტო ტალღა ქალაქ ბირმინჰემში. მას ხშირად აპატიმრებდნენ ხოლმე. ზოგმა თეთრკანიანმა რადიკალმა მისი მოკლაც კი სცადა, მაგრამ კინგი ყველგან უშიშრად იდგა.
1963 წლის 28 აგვისტოს კინგის თაოსნობით ვაშინგტონის ცნობილი მარში მოეწყო, რომელშიც 300,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მარშის კულმინაცია ლინკოლნის მემორიალთან საპროტესტო მიტინგი იყო, სადაც კინგმა თავისი ისტორიული სიტყვა I have a dream, მე ოცნება მაქვს წარმოს თქვა. მისი ეს სიტყვა და მსვლელობა ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მოქალაქეები თანასწორ უფლებებსა და სამუშაო ადგილებს ითხოვდნენ, მაგრამ შავკანიანთა რასისტული ჩაგვრა მაინც გრძელდებოდა და დისკრიმინაციული კანონები ისევ მოქმედებდა. მსვლელობის შემდეგ ამერიკის მთავრობა ახალი კანონების მიღებაზე დათანხმდა. კინგის უდიდესი მიღწევა იყო 2 საკანონმდებლო აქტის დამტკიცება. 1964 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტი, რომელიც დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციას და საჯარო ადგილებში სეგრეგაციას კრძალავდა და 1965 წლის ხმის მიცემის უფლების აქტი. მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის ამ ორმა დიდმა გამარჯვებამ უზარმაზარი გავლენა იქონია არა მარტო შეერთებულ შტატებზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. 1964 წელს მარტინ ლუთერ კინგს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ კინგს ბევრი აღმერთებდა და პატივსცემდა, მას ასევე ბევრი მტერიც ჰყავდა. კინგისთვის მტკივნეული იყო, რომ მისი ბევრი მოწინააღმდეგე აფროამერიკელი იყო. ამ დროს ახალგაზრდა შავკანიანებში გაბატონდა აზრი, რომ ისინი უფლებებს მოიპოვებდნენ მხოლოდ ბრძოლით. მალე ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაციები და მისი ლიდერები გამოჩნდნენ. მათ შორის გამოირჩეოდნენ ქარიზმატული ლიდერი მალკოლმ იქსი და შავი პანტერების პარტიის ლიდერი ბობი სილი. ისინი ერთ მუშტად შეკრულნი მოქმედებდნენ და ამ ძალას Black Powers, ანუ შავ ძალას ეძახდნენ. მათი პოლიტიკა მთლიანად განსხვავდებოდა მარტინ ლუთერ კინგის პოლიტიკისგან. ამიტომ შავკანიანთა მოძრაობას გახლეჩვა დაემუქრა. კინგმა სადა კომპრომისზე წასულიყო და მალკოლმ იქსს შეხვდა, მაგრამ კინგმა ვერ გადაარწმუნა ის. ძალადობაზე ეთქვა ვარი. მალე ძალადობას მალკოლმ იქსიც შეეწირა. ის 1965 წელს მოკლეს. რაც შეეხება მარტინ ლუთერს, მას ბევრმა თანამებრძოლმა უღალატა. ღალატით დათრგუნულმა თქვა, ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდებაო. 1968 წლის 3 აპრილს კინგი მემფისში ჩავიდა, რათა დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშებისთვის დაეჭირა მხარი. მან იქ თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. ნათქვამიდან ჩანდა, რომ სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა. თქვა, რომ აღთქმულ ქვეყნამდე ვერ მიაღწევდა, მაგრამ მისი თანამედროვენი და მათი შთამომავლები ნახავდნენ მისი და მისი თანამოაზრეების შრომის შედეგს. მეორე დღეს, სანამ კინგი ადგილობრივ მღვდელთან შეხვედრაზე წავიდოდა, ის სასტუმროს აივანზე გავიდა. 18 საათსა და 1 წუთზე კინგს ცეცხლსასროლი იარაღიდან სნაიპერმა ესროლა. დაჭრილი კინგი წმინდა იოსების საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 1 საათში გარდაიცვალა. ამერიკის 100-ზე მეტ ქალაქში დაიწყო გამოსვლები. პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კინგის დაკრძალვას 50,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ბნელს ბნელით ვერ დაძლევ, ეს მხოლოდ ნათელს ძალუც. სიძულვილს სიძულვილით ვერ აჯობებ, ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, თქვა მარტინ ლუთერ კინგმა. ეს სიტყვები წინ მიუძღოდა და ლეიტმოტივად გაზრდებდა მთელს მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის დღე ეროვნული დღესასწაული და გამოსასვლელი დღეა ამერიკაში, რომელსაც იანვრის მესამე ორშაბათს ზეიმობს ხოლმე ქვეყანა. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.